მე ვფიქრობ არ უნდა რომ სამწუხაროდ რაც უარყოფითი კვალის თუ ჩრდილის მიყენებას მასშტაბურად გასცდა ის რაც დაატრიალა საქართველოში ძალაუფლების მიმტაცებელმა დანაშაულებრივმა რეჟიმმა ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და ძალიან მის წარმომადგენლებს ეს იქნებოდა ბიზნესი, ეს იქნებოდა საგანმანათლებლო თუ კულტურული სფერო, სამეცნიერო კავშირები, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება ამას მიაყენეს აუნაზღაურებელი ზიანი. ახლა უბრალოდ საუბარი არის მე მგონი მე ასე მესმის ყოველ შემთხვევაში იმაზე რომ ეს ყველაფერი გაჩერდეს და კიდევ უფრო მძიმე უბსკულში არ გადაიჭეხოს ქვეყანა თავის ბიზნესიან ხელოვნების და ყველა სხვა დარგით. ამიტომ არის ასეთი ხმამაღალი დღეს ქართული ბიზნესი, რასაც მივესალმები. არ შემიძლია ცოტა კრიტიკა არ ვთქვა, რომ საკმაოდ დაგვიანებული არის ეს ხმის ამოღება და მე მგონია ამას ვამბობ როგორც იურისტი, არა როგორც პოლიტიკოსი, რომ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია იყო აშკარა ნიშნები იმისა, რომ აი ამ წერტილში მოვიდოდით და კარგი იქნებოდა, რომ ისეთ ძლიერ აქტორებს, როგორც არიან გადასახადის გადამხდელები და ეკონომიკის შემავსებლები და ვისაც დგას სინამდვილეში თუ რაიმე დაულათი იქნება ქვეყანაში, უფრო ადრე დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიციები, არა პარტიულ პოლიტიკური პოზიციები, ამას ახლაც არ აკეთებენ, ხო? არამედ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ჯგუფი მოქალაქეებისა მუდმივად ავსებდეს ბიუჯეტს და მეორე ჯგუფი მოქალაქეებისა, რომლებიც შემთხვევით დროებით ხელისუფლებაში არიან აღმოჩენილები, ამ ბიუჯეტს მუდმივად საკუთარ პარტიულ და კერძო ინტერესებში წელი საუბარი იყოს იმაზე, რომ შესაქმნელი არის სამართლიანი სასამართლო და სწორი ანტიკორუფციული მექანიზმი და ეს არ კეთდებოდეს. ხომ? ეს იყო ევროკავშირის წინაპირობებიც ეს იყო საქართველოს მიმართ. გითხრეს რომ ღიაა ეს კარი, ფართოდ ღიაა, მაგრამ ამ კარში რომ შემოხვალთ, თუ შეიძლება რამდენიმე ვირუსს ნუ შემოიტანთ, რომლითაც თქვენი ქვეყანა არის დაავადებული. კორუფცია, უსამართლო სასამართლო, ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა და დეზინფორმაცია. და ამაზე დღეს უკვე მოძალადე რეჟიმმა არატიმურმა ხელისუფლებაში იყო 12 წელი და თქვა რომ ამას არ გავაკეთებ და რომ ამაზე იყო ასეთი პასუხი და არ იყო სათანადო რეაქცია, ამას მოყვა მე ის მძიმე კრიზისი, რომელშიც შევედით. ამიტომ ყველა გრძნობს რომ ეხლა ამ წერტილიდან სადაც დღეს ვიმყოფებით შემოbrunება აღარ არსებობს. ჩვენ არ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც შეიძლება ერთი ან ორი კანონი გასწორდეს, ან ერთი ან ორი რეფორმა ჩატარდეს და გავაგრძელოთ ნორმალურად ცხოვრება. ამიტომ არის ფუნდამენტური რესტარტია გასაკეთებელი და ეს ფუნდამენტური რესტარტი რომ გაგაცდეს, ერთადერთი გზა ამის კონსტიტუციური გზა არის მივესალმები იმას, რომ ამ მოთხოვნას დღეს 10,000-ობით მოქალაქესთან ერთად აშღერებს ბიზნესიც, მათ შორის აშღერებენ სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტორები და კიდევ ჩუმად არის უთხრა ერთი რამ საკუთარი გამოცდილებიდან. ესე იგი, სახელმწიფოს მართვა არის მეცნიერება. ეს არ არის გემოვნების საკითხი. აი როგორც ექიმი შეხედავს პაციენტს და არის რამდენიმე ინდიკატორი, რომლითაც ის ხვდება, რომ ძალიან მძიმედ არის პაციენტის მდგომარეობა და თუ არ დაიწყებს სასწრაფოდ მკურნალობას, ხვალ კიდევ უფრო მძიმედ იქნება და შეიძლება საერთოდ აღარ დაექვემდებაროს მკურნალობას. ესეთი მეცნიერული ცოდნა არის იურისპრუდენცია, განსაკუთრებით სახელმწიფო მმართველობის საკითხი. როცა წლების განმავლობაში ვამბობდით, მე ჩემი თანამოაზრეები მეგობრები, კოლეგები, ჯერ კიდევ პოლიტიკაში შემოსვლამდე, რომ ეს გზა არ მიგვიყვანს დაძართან, მიგვიყვანს მძიმე კრიზისთან. აი ეს არის გასათვალისწინებელი. ვინც დღეს ფიქრობს, რომ გადაგორდება ეს კრიზისი, აი მათ მინდა ვუთხრა, რომ ყველანია მეცნიერული, ემოციური კი არა, მეცნიერული, რომ ეს კრიზისი თუ არ გადაითარგმნა და განიმუხტა ახალი არჩევნების გზით, ხვალინდელი იქნება
კიდევ უფრო მძიმე და შეიძლება შემოწმების წერტილი საერთოდ აღარ მოიძებნოს. ანა, ორი შეკითხვა მაქვს, რომელზეც მაინტერესებს პასუხი. პირველი ეს არის მე ვიცი რომ თქვენ აქტიური კონსულტაცია გაქვთ ქარტიაზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებსაც და ბარიერგადალახულ პოლიტიკურ კოალიციებსაც საქართველოს პრეზიდენტთან და მათ შორის ეს შეთავაზება გუშინ რომელიც გაჟღერდა ივანიშვილის მისამართით ზურაბიშვილის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნასთან დაკავშირებით არის ბუნებრივია თქვენთანაც შეთანხმებულით და იღებთ ამ პროცესში მონაწილეობას. პირველი მაინტერესებს რა ხდება თუ ივანიშვილი არ გამოდის კონტაქტზე და არ ნიშნავს ქართული ოცნება ახალ არჩევნებს 29 დეკემბრამდე, რას უნდა ველოდოთ 29 დეკემბრის შემდეგ და მეორე შემთხვევაში თუ კი ბატონო რაღაცა მოხდა ისე რომ ნიშნავს ქართული ოცნება ამ არჩევნებს და პრეზიდენტმაც თქვა რომ ეს მაქსიმალურად სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს, როგორ ემზადებით იმისთვის რომ 26 ოქტომბრის სცენარი არ მივიღოთ? ძალიან კარგი კითხვები არის. ანუნა, პირველი ვიტყვი იმას, რომ პრეზიდენტმა რაც გააჟღერა, ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც აქვს 10,000-ობით ამ ქვეყნის მოქალაქეს, ხომ? და რომელიც არის ალტერნატივო გზა. ეს არ არის მისი მხოლოდ როგორც ერთი ადამიანის, ან ერთი სახელმწიფო, ერთადერთი ამ დროისთვის ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუციის მოთხოვნა. სხვა ხალხი იდგა გუშინ რუსთაველზე, ისევე როგორც არაერთ სხვა დღეს, ხო, და ეს არის ის მოთხოვნა, რომელსაც იზიარებს და რომლის გამოც ადამიანები დგანან ქუჩაში, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ იმ მასშტაბის კრიზისი რომელიც ახლა არის შექმნილი, ერთადერთი გამოსავალი არის. რა თქმა უნდა, უპირობო გათავისუფლება ტყვეების, არასდროს ეს თემა არ უნდა ჩამოვიდეს დღის წესრიგიდან. მე არ ვამბობ სიტყვა პატიმარს გამიზნულად, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ტყვედაყვანილები, მათ შორის ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც საპყრობილეში ყავთ გამომწყდეული და სხვა ადამიანები და აქ გარჩევა რა თქმა უნდა არ არის პოლიტიკოსსა და არაპოლიტიკოს შორის. ყველა უნდა იყოს უპირობოდ გათავისუფლებული და ყველანაირი სამართლებრივი ბრალდება მათ უნდა მოეხსნათ, იმიტომ რომ არაფერი მას სამართალთან საერთო არ აქვს და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეხლა რა ვადაში და რა მოხდება 29-მდე 29-ის მერე თუ არ მოხდა და შემდეგ. ეს არის შესაძლებლობა, დღეს ამ შესაძლებლობას უნდა იაზრებდეს ყველა რაციონალურად მოაზროვნე და არარაციონალურად მოაზროვნეც თუნდაც ინსტინქტის დონეზე, ვინც გრძნობს პროცესებს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის. ნახეთ რა მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში. იმას რომ მათ მიიტაცეს არჩევნები, ამას დაემატა ორი უმძიმესი სხვა საფუძველი არალეგიტიმაციისა. პირველ რიგში აქ აუცილებლად უნდა თქვათ, რომ კონსტიტუციური კურსიდან გადახვევა საბოლოოდ გაფორმდა 28 ნოემბერს გაკეთებული განაცხადით. ეს კი არალეგიტიმური პრემიერია, მაგრამ მან გაახმოვანა იმ დაჯგუფების პოზიცია, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა. ხო, ეს არ არის მხოლოდ მიიტაცება არჩევნების, ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება ფაქტობრივად. თქვენს რომ არანაირი 78 მუხლი აღარ სრულდება და დასრულებული ამბავი და ამას მოყვა მე დანარჩენი ყველა პრინციპის, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს, გადახევა, ხო? იმიტომ რომ წამება, მასობრივი ძალადობა, რომელიც მათ ჩაიდინეს და მე კიდე რა გამოაჩინა ამ ყველაფერმა, რომ არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ მუშაობს ადამიანის დასაცავად. ყველა მუშაობს და გადართული არის რეჟიმის, ძალადობრივი რეჟიმის კუნთებად არის ქცეული და არა სახელმწიფო სინდისად. აი ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე. მათ შესაბამისად აღარანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ და არჩევნების დანიშნა მოუწევთ. ეხლა თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებენ, რომ ეხლა დასრულდეს ეს ამბავი და დაინიშნოს ახალი არჩევნები, მე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება მათთვის, იმიტომ რომ ჩვენ ამასობაში ვხედავთ საერთაშორისო პასუხებს, არა მხოლოდ განცხადებებს, არამედ მოქმედებებს სანქციების სახით და არსებობს კიდე სხვა მექანიზმები, რომლებიც უცილობლად იქნება ჩართული იმ შემთხვევაში, თუ ქართველ ხალხს არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ თვითონ
გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი და თუ ამ ქვეყნის ბედს მიიტაცებს ოლიგარქიული ძალადობრივი აი რა დრო დასჭირდება ეხლა სრულიად აი CESCO-ს ადმინისტრაციის ამ გადარჩევას და აი რა გვაზღვევს ისევ იმისგან რომ იგივე კომისიის წევრები ფინანსურ რესურსს ალბათ ისევ გამოიყენებს ბუნებრივია ქართული ოცნება ადმინისტრაციულ რესურსაც ახლა თქვენ თავად საუბრობდით როგორ არიან უწყებები რაღაცა ერთი კაცის დაქვემდებარებაში ხო და მათ შორის ყველაზე გულდასაწყვეტი ყველასთვის რაც გამოჩნდა არის სწორედ სამართალდამცველებს რა დამართა ქართულმა ოცნებამ ხომ პოლიციის რეპუტაციას რაც გაუკეთეს მათ განსაკუთრებით ბოლო კვირებში ხომ აი რამდენად მოსწრებადია მოკლედ აი რა ვადებზია დამოკიდებული რომ ამ ქვეყანაში ისე ჩატარდეს არჩევნები რომ მე ეჭვი არ მქონდეს იქ რაღაცა გამოჟონავს ვიღაცა ჩუმად გადამიღებს თუ ასე შემდეგ აი დაზღვეული ვიქნები რომ ჩემი ხმა მართლაც ფარული იქნება ანიმა ესე იგი პირველ რიგში მე გეტყვით რომ აქ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იდეალურ არჩევნებზე, იმიტომ რომ ეხლა არა ვარ ასეთი გულუბრყვილო და ცხადია რომ ვერც მაყურებელს ვერ ვთხოვდი შემოვიდეს ამ გულუბრყვილო რწმენაში რომ ესე იგი უცებ ჩიტები და პეპლები დაიწყებენ ფრენას ჩვენს არჩევნებზე, როგორც ეს მაგალითად მე მინახავს რა ვიცი რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოში როგორ მართლა საოცრად ტარდება იქ არჩევნები. ასეთ სარველოდებით ცხადია ჩვენ აქვს საუბრობთ პროგრამა მინიმუმზე, რომელიც არ მისცემს შესაძლებლობას მათ რომ გამარჯვებული და დამარცხებული შეცვალონ. ანუ აქ ხო როლები, ანუ 26-ში რა მოხდა, ვინც გაიმარჯვა, ის გამოაცხადეს არა გამარჯვებულად და თვითონ მიიტაცეს ეს გამარჯვება. აი ამ მასშტაბის ცვლილება არ უნდა იყოს შესაძლებელი. მე ახლა დღეის მდგომარეობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ცხადია, მაგრამ ეს მოსამზადებელი სამუშაო არის ძალიან სერიოზული სამუშაო. აქვე გეტყვით რომ ამას მხოლოდ პარტიების რესურსი რა თქმა უნდა არ ეყოფა და არც მხოლოდ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მით უმეტეს რომ გავიხსენოთ EUTO-ს დასკვნა რომელიც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ის რომ ქვეყნის შიგნით არ არსებობს ინსტიტუციები მათ შორის არ არსებობს მაგალითად საარჩევნო დავების ობიექტურად განხილვის რესურსი და არ არსებობს ნდობაო მოქალაქეებს არ აქვთ ნდობა ამ პროცესის მიმართვა და როცა ქვეყნის შიგნით ეს რესურსი არის ამოწურული რა თქმა უნდა აქ საფიქრელი იქნება რა კომპონენტი შეიძლება იყოს დამატებული პარტიების შიდა დამკვირვებლების რესურს, რომელიც აი ამ ნდობით აღჭურავს ამ პროცესს. ამაზე გარკვეული სამუშაო მიმდინარეობს, მე ამ შემთხვევაში გულისხმობ აზრების ფორმირებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ქმედებები იყოს დაგეგმილი. მაგრამ ნომერ პირველი ამოცანა არის ის, რომ პროტესტის ფონზე და საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, რომელიც ძლიერდება და ასე გაგრძელდება და არავითარი 20 იანვარი ამას არ უშველის, ამ ფონზე ახალი არჩევნები იყოს გარანტირებული.